პრაქტიკულად კობახიძე ასევე იღებს პასუხისმგებლობას გომელაურის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. განაგრძობა ეს შია პირველად სამზე ახალავებს გუგა ართვაძე გაგაცნო ხიბანიშვილის რეჟიმის სისტემა მიებას გადაარჩინა. წარმომადგენელი ტევეპიროლის, რომელიც დაშავდა დღევანდელ აქციაზე, ჩვენს თავის არაშია დაზიანება და ძალოვანი უწყების მადლობა. აი მოკეთ მე ვარ იქ ვიდექით ჟურნალისტები და მიყვარეს მოყარეს აბსურდულ სიტუაციაში მომიპარეს აი რაღაცნაირად მომიტაცეს პოლიცია ადგილზე არ არის არ შემიძლია იმ კადრების ყურება ერთხელ ნახე, იმიტომ რომ უნდა მენახა რა მოხდა, მე ხო არ ვიცი ზურგიდან მომეპარა ეს ადამიანი. ეს არ არის შეცდომით, ხო? მე დამარტყეს ხერხემალში პირდაპირ ეთერში გამიზნულად, იმიტომ რომ ეს უნდა ენახა ჩემს სხვა კოლეგებს. ორ კვირაში ქართულმა ოცნებამ იმაზე მეტი ჟურნალისტი დაასახიჩრა, ვიდრე ეს ომის დროს ხდება. ცამეტი დღე გავიდა, რაღაც ტრამვები ჯერ კიდევ რჩება, ანუ თვალი უკვე თითქმის აღარ მტკივა. ფეხი მტკივა, ამ დრომდე მიჭერს გადაადგილება, სრულყოფილად. ტვინი შერყევა ჯერ არსად არ წასულა, არის. ხვდები რომ რაღაცები ნელ-ნელა იჩენს თავს. ლიფტთან რომ მივალ სახლში, მაინც ვიყურები აქეთ-იქეთ, ვინმე ხო არ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად დაუცველობის შეგრძნება მაქვს და ჩემზე მეტად ჩემ შვილებზე ვნერვიულობ, განსაკუთრებით უფროსზე, რომელიც მუდმივად საპროტესტო აქციებზე დგას და არ დაუმალავ, რომ ეს შიშები შემდეგ დღეებში უფრო მომეძალა. ნახეთ მეთოდებზე აკვირდით, რომ როგორ მიაწევენ აქციის მონაწილეებს. ფიზიკურად უკეთ ვარ. სულ რაღაცას ვაკეთებ მაინც. კარგია ეს, რომ არის ინტერესი საერთაშორისო მედიის მხრიდან და მიწევს მათთვის ინფორმაციების გაგზავნა, ინტერვიუები მათთან და ახლა ჩემს მისიად ამას ვხედავ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჩვენს საზღვრებს გარეთ მივაწვდინოთ ხმა. We are target of this system. And it's not by mistake. This is the politics of our government's Georgian dream. Nobody will understand. ჩემი მდგომარეობა უკვე ბევრად უკეთესია. მაქვს ისევ რაღაც გარკვეული პრობლემები, თავის ტკივილი, ხანდახან თავბრუცხევა, გარკვეულწილად ხანდახან მეხსიერების ჩავარდნებით. ჩემთვის ტკინეული იყო ის ზუსტად რომ აი მთელ ამ პროცესებს გამოვეთიშე, რასაც მიჩვეული არ ვიყავი არასდროს და აი რომ დავბრუნდი ველზე და რაღაცა გავედი ქუჩაში და დავიჭირე ხელში ისევ კამერა, აი რაღაც ბევრად უკეთ ვიგრძენი თავი. ყველაზე მეტად რაც მიჭირს სიმართლე რო გითხრა არის ჩემი ოპერატორის ხმის მოსმენა. ერთხელ მოვისმინე და მეტჯერ არც მიცდია, იმიტომ რომ მას რომ ურტყამენ და ის ხმები რაც ისმოდა, აი ჩემ კადრზე უფრო მძაფრი რეაქცია მქონდა სიმართლე გითხრა. მიზანმიმართულად ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა ზუსტადაც პირდაპირ ეთერში, ისე რომ ეს ყველამ დაინახოს. ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც საერთოდ დააკავეს და სცემეს და პირველი ჟურნალისტი, ვინც აი ამ ამბების და მთელი ამ პროცესების დროს აი ესე ამოიღეს მიზანში. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პირველივე დღეს მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ გამართა ის ცნობილი ბრიფინგი და მოყვა მას პროტესტი ძალიან სპონტანური გამოვიდა ხალხი გარეთ, მეც ავიღე კამერა, მივედი ოფისში და გავედი სამუშაო და აი რამდენიმე საათში უკვე ვიდექი ჭიჭინაძის ქუჩაზე, ესე ვიღებდით პოლიციის კორდონს, ქვემოთ დემონსტრანტებს, როცა უცებ პოლიციელები დავინახეთ, გამოცვნენ ზუსტად ჩვენი ჟურნალისტების მიმართულებით და დაიწყეს რაღაცნაირად ეს ხელის კრები მიწოლა, რასაც მეც რაღაცნაირად ვეცადე ძალიან მშვიდად დამორჩილებოდი და მაქსიმალურად გავრიდებოდი და წავსულიყავი უკან ესე უკუსვლით, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით. ვიღაცა მოცემ მომხვია ხელი უკნიდან და ეს ძალიან მომიჭირეს და
ეს შემაგდეს პოლიციის თვითონ ამ კორდონის შიგნით, სადაც წრეში აღმოჩნდი და მაშინვე დაიწყეს ჩემი ცემა. მე რო ვცდილობდი რომ ამეხსნა რომ ჟურნალისტი ვარ, ამაზეც შემაგინეს, ვცდილობდი რომ სახეში დაერტყათ მაქსიმალურად. მეკეთა პრესის ბარათი საკმაოდ დიდი რომ გამოსაჩენი ყოფილიყო. ფოტოაპარატებს ვერ მართმენენ, დიდხანს ცდილობდნენ რომ ჩამოეწყვიტათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს ყველაფერი წამართვეს და ძალიან ესე მირტყავდნენ რაღაც წუთების განმავლობაში, ესე წრეში არაერთი და ორი რაღაც საკმაოდ ჯგუფი. ეს რაღაც კორიდორებით გაკეთდა და ყველა ეს რაღაც ძალიან მოტივირებულად ცდილობდა რომ უკან არიგებდნენ, რაც გადმოწეულყვნენ, რომ აი ამ კორიდორში რაღაც მატარებდნენ, კიდე ჩაერტყათ ჩემთვის. გონებაც დაუკარგა ეს ვიგრძენი როგორ ვითიშებოდა ყველაფერი დაბნელდა ხმები რაღაც ეკოსავით მესმოდა უკვე და დავარდი ქუჩაზე ანუ ქვაფენილზე უკვე მე ეს ამიყვანეს ფაქტობრივად ხელში და დამადეს ხელბორკელები ჩამსვეს უკვე მანქანაში და მიმაბარეს საპატრულო პოლიციას მომწეს ეს დოკუმენტი და აი რაღაც ეს რომ მომწეს მე გადავფურცლე და მეორე ფურცელზე აღმოჩნდა ჩემი გაყალბებული აღიარებითი ჩვენება სადაც თქოს მე ხმამაღლა ვიგინებოდი და რა თქმა უნდა უარი უთხარი და დაზარალებულად ცნეს თუმცა ანუ ამის იქით მე ჯერჯერობით არ ვიცი რამე წინ წაიწია თუ არა ამ საქმემ და რამდენად ჩემი კოლეგებისგან ვიცი არც მათი შემთხვევები გამოუძებია ვინმეს და მიუყვანია ბოლომდე ეს გამოძება არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. აი მაგ წინადადებას, როდესაც ამბობდნენ, რომ ვგმობთ ძალადობას, მაგას აუცილებლად მოყვება ხოლმე, მაგრამ ამავე დროს თუ ამას აღნიშნავთ, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმეს გვინდა, უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა 1, 2 ან 5 ან 10, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისიც თქვეს, რომ ეს იყო დადგმული პროვოკაცია და ნუ მე და გიორგი ალბათ ოსკაროსანი მსახიობები ვართ, რომ აი ეს ყველაფერი ასე კარგად ვითამაშეთ, ხო? ანუ რა დაგმობა, რაზე ვლაპარაკობთ? კი არ გმობენ, ახალისებენ ამ ყველაფერს. ანუ ვინმე მგვითხრას, დაკითხეს ეს ადამიანი? საერთოდ რამე გააკეთეს, ანაბეჭდები თუ აიღეს, უახლოესი ქუჩების კამერები თუ ამოიღეს. იმ დღეს იყო შაბათი. სამისად შაბათის გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი ვიყავით აქციაზე, რომ ჩავრთულიყავით, მოგვეყოლა რა ხდება რუსთაველზე. მერიოთან ვიყავი უკვე, როდესაც დამირეკეს სამსახურიდან და მითხრეს, რომ ახალი ოფისში შევიდა სპეცრაზმი. გავიქეცი, ბესიკის ქუჩასთან რომ მივედი, 2 საპატრულო ეკიპაჟი იდგა, მაგრამ მივხვდი, რომ ოფისში არაფერი აღარ ხდებოდა უკვე საინტერესო, ხმაური მესმოდა სულ სხვა მხრიდან. და რომ მივიხედე გრიბოედოვის ქუჩა იყო სრულად გადაკეტილი ამ ნიღბიანების მიერ 30-ზე მეტნი იყვნენ მიაგნო თავდამსხმელებს ისინი არიან თაწმინდაზე რაღაცნაირი მისტიური კადრი იყო ანუ შუქები არ იყო თითქოს ესე მახსოვს და ამ სიბნელეში შავი აჩრდილები რო დადიოდნენ აი ძალიან ძიმე დასანახი კადრი იყო და თან ანუ ვარკვევ ხმით და კადრში სილუეტად ხედავ რომ ურტყამენ ვიღაცებს ეს 30 კაცი ორ ადამიანს ურტყამს. ჩვენ რომ მივედით და კამერა დაინახეს, გადმოერთნენ ჩვენზე. დაახლოებით 7 ადამიანი გამოეყო ამ ჯგუფს. ეს 7 კაციანი ჯგუფი რომ წამოვიდა, ოღონდ მე ვერ ვხედავ ამას. პოლიცია ადგილზე არ არის. და ნუ მოკლედ უკვე მე ეს შეგრძნება რომ ვიღაცამ ძირს დამაგდო, ეგ მახსოვს ნათლად და მახსოვს ის რომ მივხვდი რომ ეს ადამიანები ისეთი გავეშებულები იყვნენ. ანუ ეგ შეგრძნება ახლაც მაქვს რომ რაღაცი წამების განმავლობაში სიკვდილსაც ველოდები ხო იცი იმიტომ რომ ხვდები რომ ესენი არაფერზე არ დაიხევენ უკან იმიტომ რომ ძირს ვგდივარ და წიხლებს მირტყამენ ანუ ერთი რაც მოვასწარე ესე თავზე ხელი დავიფარე რომ სახეში და თავში არ მომხვედრო და მაგრამ ის ერთი წიხლი აი ამ ხარეს მაინც მომხვდა გიორგის შეწირულის გადაღებული ვიდეო მასალით პირდაპირ დასტურდება მე ერთ-ერთმა თქვა რომ გოგოა თავი დაანებეთ მეორე მოპასუხა რომ არა ხო იცი ეს რასაც აშუქებს ეს და გინება მოაყოლა. ხო მან კიდე უფრო გამიმწაფრდა ის განცდა რომ ესენი არაფერზე უკან დამხებები არ იყვნენ. უბრალოდ მე ვფიქრობ მე გადამარჩინა კიდევ იმან რომ იმდენად სასტიკად უსწორდებოდნენ გიორგის ამ დროს რასაც მე ვერ ვხედავდი. ცოტა ბოლოს ალბათ შეეშინდათ რომ არ მომკვდარიყო. და ამან გვიხსნა ორივე. 13 დღე გავიდა. ერთი ეჭვმიტანილი არ ყავთ, ქვეყნიდანაც ცილებენ რომ წავიდნენ, ანუ ცხადზე ცხადია რომ მწვანე ქონდათ ანთებული, რომელიმე რომ დააკავონ აუცილებლად ალაპარაკდება, იმიტომ რომ მათ გარანტიები ქონდათ მიღებული. გურამის კადრი რომ ნახე,
მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმაზე მძიმე კადრი შეიძლებოდა რამე მენახა. როცა ჩემი კადრი ვნახე პირველად, მაშინ მივხვდი რა შემემთხვა. მე არ მახსოვს არაფერი. უკნიდან ჩამარტყა სპეცრაზმელმა აბსოლუტურად გააზრებულად და მიზანმიმართულად მან იცოდა ვინ ვიყავი, იქ მუშაობდი დაახლოებით 9-8 საათის განმავლობაში მათ გვერდით და იმ მომენტში ზუსტად აღწერდი იმას, რაც ხდებოდა, რომ 10-მდე სპეცრაზმელი ძირს დაგდებულ მშვიდობიან მომიტინგებს წიხლებით უსწორდებოდა, როცა ამის აუცილებლობა არ იყო. ჟურნალისტი გუგა როგორ ახალ ხალი რომ გამოვფხიზლდი, ვიღვიძებ უეცრად და სისხლიანი ვარ, საშინლად მტკივა თავი, ხერხემალი, მთელი სხეული და ვერ ვიგებ რატომ. იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომ ვიღაცამ ჩამარტყა. და აი შოკი მქონდა, აი ეს მახსოვს რომ ჩართვაზე ვიყავი, მიკროფონი მეჭირა ხელში, ლაპარაკობდი და ეს სისხლი რატომ მომდის. აი შოკი მქონდა ამის გამო. მე რო ვცდილობდი მეპოვა რაღაც ადგილი, აი რამე სარკესავით, რომ მენახა რა ხდება და იქ მე ჩანს კადრებში მივდივარ ვიტრაჟთან და რაღაცა აი კარებთან ვცდილობ დავინახო რა მჭირს. მე ვიყავი საგამოძიებო უწყებაში, როცა გამაცნეს ჩემი სტატუსი, რომ ვარ დაზარალებულად ცნობილი. მოვიკითხე, აი რა გააკეთეთ ამ 18 დღის განმავლობაში, სულ მცირე შეგეძლოთ ვინმე გამოგეკითხათ, ან ამოგეღოთ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. შემთხვევა მოხდა თბილისი მერიოდთან და ირგვლივ არის უამრავი კერძო დაწესებულება, უშუალოდ სასტუმროს გარდა და ბოძებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერებია, უბრალოდ ვიყავი ადგილზე რომ მენახა საკუთარი თვალით და ვერ დავთვალე ბოლომდე, იმდენია. საგამოძიებო უწყებაში მითხრეს, რომ 18 დღის განმავლობაში ჯერ არავინ არ გამოუკითხავთ და კადრების ამოღების პროცესი, უბრალოდ ასე მითხრეს, კადრების გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობსო. როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდა ბინძური შეთხსული პროპაგანდის აგორება ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ, რამდენიმე საათში მისი გადაადგილების მთელი ტრაექტორია წარმოადგინეს ბრიფინგზე. ანუ აი ეს არ არის პრობლემა, როცა მათი ბინძური მიზნებისთვის სჭირდებათ, მაგრამ თუ უშუალოდ მათ დანაშაულს ეხება საქმე, რა თქმა უნდა იტყვიან ახლა, რომ ეს კამერები არ მუშაობდა უშუალოდ გურამ როგავაზე თავდასხმის დროს. რატომ იცი? ჟურნალისტი ვარ და ტროტუარზე ვდგარ. არ ვიცი ვიხარ, ტელეფონით ხარ მოსული და გადაიცი. ჟურნალისტი ვარ. ოდესმე გვინახავს აქციაზე ამდენი ნიღბიანი, ასე მასიურად რომ ყველას ნიღაბი ეკეთოს, მე არ მახსენდება. ეს ქართველი სპეცრაზმელები არიან. ეს კი რუსული ომის წევრები. მსგავსება მხოლოდ მათ ეკიპირებებს შორის არ არის. კანონის თანახმად პოლიციელს არ აქვს სახის თავისუფლება. ეს რაღაცა ახალი ტრენდი აქვთ ამ დღეებში, ამ პროტესტის დღეებში და ყველა ხვდებით ხო რატო? რობოკოპებს ნომრები მოხსნეს მაიდენტიფიცირებელი, რომ არავინ გაიგოს, ვინ გააკეთა კონკრეტულად, იმიტომ რომ წვანი აქვთ ყველა ძალადობაზე. საპატრულო პოლიცია ოდესმე ნიღბებით გინახავთ? ახლა დადიან. რატომ? დეტალებში შესვლა არც მინდა, ეხლა 7 ნოემბრის აქციას და 26 მაისის აქციას და აი ამ შემთხვევებს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ, ნუ ეხლა ეს არ გინდა უბრალოდ ალბათ ობიექტური იყო და სწორი სურათი დაინახოთ. მაშინ ეს დავალება ქონდა სპეცრაზს, რომ დაესაჯათ. აი ეცემათ ის ადამიანები, მიწაზე დაყრილ ადამიანებს ხელკეტებს ურტყამენ და ამის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს რა. ინტერნეტში შევიდნენ ეს ახალგაზრდები თუ ვისაც ეს არ უნახია და ნახავენ. ისევე როგორც უმძიმესი კადრები არსებობს დღესაც უკვე. მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას მორალური უფლება აღარ აქვს საერთოდ 7 ნოემბერი ახსენოს, იმიტომ რომ 7 ნოემბერი ერთი დღე იყო, ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ჩვენ 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღე 7 ნოემბერი გვაქვს. მე მუშაობდი მაშინ 7 ნოემბერსაც ვაშუქებდი, რადიო იმედის კორესპონდენტი ვიყავი, მაგრამ ასეთი მასშტაბით მე ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ მახსენდება, მიზანმიმართული ოღონდ ამ შემთხვევაში. ჟურნალისტები მაშინაც ცემეს მოყვნენ ამ ამბავში, მაგრამ ახლა ეს არ არის რომ მოყევი ამ ამბავში, ახლა იციან რომ ჟურნალისტი ხარ და მაგიტომ გცემენ. 7 ნოემბერი იყო ძალიან მძიმე დღე, მაგრამ მაშინაც კი
სახელმწიფო მედიას არ გასჭიროებია იმის თქმა, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინა საკუთარი კოლეგებისთვის, რაც ახლა არ ხდება. ანუ ეს არის შურისძიება მედიაზე, რომელიც მათ არ ინდობს ამ დრომდე, არ ეპუება, ებრძვის და ამხელს. დღეს 20 დეკემბერს ირაკლი ყობახიძემ დაანონსა, რომ ადამიანის წამებაში მონაწილე მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენებს გადასცემენ, როგორც კი ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი. სხვათაშორის 2010 წლის 20 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავასაც გადასცა ღირსების ორდენი. გურამ როგავა პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჟურნალისტები დააჯილდოვებდა, გვეცინებოდა იქ ყველას, როცა ერთ დიდ პალატას გავდა იქ რაც საავადმყოფოს მისაღებს, ჩვენ როცა გავდივართ რუსთაველის გამზირზე, იქიდან დაბრუნებულებს არ უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც ძალიან დიდი მასშტაბის რაღაცა ომი გამოვიარეთ და რაღაცა დიდი ბოროტება ცდილობდა ჩვენს მოსპოვას. პატრულ სახაზე პატრული გადაიღეთ სასტრაფოდ. თქვენ რა გაგჭირთ, ბიჭო, თქვენ კაცი წემესაკ. აქეთ მედგა პოლიცია და აქეთ ნიღბიანები, რომლებიც მივტყამდნენ. მგონი ეს გარემოება არის ყველაზე მეტად რომ ამძიმებს ამ ამბავს. სინამდვილეში უნდათ ეგ რომ შიში გაგიჩნდეს. უფრო მეტად გავიაზრე, რომ ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმეს. რაღაც ისეთი ძალა ვიგრძენი, ისე გავძლიერდი, რომ აი ეხლა როგორ ვარ იცი? ზადვარ ყველა დაბრკოლება გავანგრიო, აი ამ მოტეხილი კისრით. მაგრამ დანებებაზე არასდროს არ მიფიქრია. გადაიციე